დღეს კიდევ ერთი პასკის რეცეპტს გაგიზიარებთ. გამოდის ძალიან კარგი პასკები, ასევე მოვზელთ ცომს და დილამდე გავაჩერებთ მაცივარში, ვნახავთ როგორ აფუვდება და როგორი პასკები გამოვა. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცომი კარგად აგვიფუვდეს. პირველ რიგში რაც მთავარია, ყველა პროდუქტი მოგვაქვს მაგიდაზე აწონილი, სანამ მოზელვას დავიწყებთ. აი ასე როგორც მე მაქვს ახლა ყველაფერი უკვე მზად და დავიწყოთ. პირველ რიგში ვამზადებ 1 ლიმონის და 1 ფორთოხლის ცედრას, რომელიც მაქვს წვრილ სახეხზე გახეხილი. დავამატებ 3 სუფრის kovs შაქარს. შაქარს აქვს უნარი, რომ არომატი შეითვისოს და მე რომ გადნება მთელ ცომში თანაბრად გავა ეს არომატი. აქვე დავასხამ 1 სუფრის kovs გამოწურული ფორთოხლის წვენს. გამოვიყენებ წინასწარ კონიაკში დაყენებულ სუნელებს. რაოდენობას დავწერ აღწერაში და მოგვიანებითაც გეტყვით რამდენს ვამატებ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ სუნელებიც დაამატოთ. დავამატებ 2 ვანილს და ეს არის მთელი სუნელები, რასაც მე ამ ცომში გამოვიყენებ და უკვე მაქვს მზად. საფუარის მოსამზადებლად 300 მილილიტრ თბილ რძეს დავამატებ 1/9 მშრალ საფუარს, ეს არის 10-12 გრამი. ვამატებ 2 სუფრის kovs შაქარს, 3 სუფრის kovs ფქვილს, ეს მოვურიოთ კარგად, დავაფაროთ და დავტოვოთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. გავადნობ 250 გრამ კარაქს. როგორც კი საფუარი გააქტიურებას დაიწყებს, დავიწყებ კვერცხის გათქვეფას. თასში მოვათავსებ 4 მთლიან კვერცხს და 2 კვერცხის გულს. ეს შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 5 მთლიანი კვერცხით, თუმცა კვერცხის გულებით გამომცხვარი პასკა უფრო უკეთესია. ცილა შეგიძლიათ გამოიყენოთ გლაზურისთვის. კვერცხებს ვამატებ 500 გრამ შაქარს. აქვე ვამატებ შაქარში მომზადებულ ლიმონის და ფორთოხლის ცედრას. დავიწყოთ გათქვეფა. ვთქვეფავ ჯერ დაბალ სიჩქარეზე, მერე მაქსიმალურ სიჩქარეზე და უნდა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. მასა უნდა გასამაგდეს, აი ასეთი უნდა აფულდეს. 250 გრამ მაწონს დავუმატებ 1/2 ჩაის kovs სოდას. გავთქვეფავ, ავაქაფებ და ისე დავამატებ კვერცხის მასას. ეს უკვე ან kovsით გადავურიოთ, ან მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ერთმანეთს შევურიოთ. ვამატებ 1/2 ჩაის kovs მარილს, კონიაკში დაყენებულ სუნელებს, ვანილი, სუნელებიდან გამოვიყენე ილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი, 1/2 ჩაის kovsები და 30 მილილიტრი კონიაკი. მაქვს გაცრილი 1,5 გრამი ფქვილი. აქედან ამოვიღებ დაახლოებით 200 გრამ ფქვილს, რომ მოზელვაში გამოვიყენო. ამ ფქვილში კი დავამატებ გააქტიურებულ საფუარს. ვამატებ გათქვეფილ კვერცხის მასას. მოვურიოთ ხის kovsით ან მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. შეგვიძლია ცომ საზელშიც მოვზილოთ ეს. ფქვილი სუნთლიანად უნდა შეიწოვოს. ვამატებ გამდნარ 250 გრამ კარაქს. მოვზილოთ ცომი, მე გამოვიყენებ ცომსაზელს, რომ კარაქი სუნთლიანად შევაზილო. გამოგვივიდა აი ასეთი თხელი ცომი, აქვე მაქვს ამოღებული ფქვილიც და 150 მილილიტრი ზეთიც, რომელსაც მოზელვაში შევაზებ. ნაწილი ფქვილი მოვაყარე დაფაზე, ნაწილი ცომსაც მოვაყარე და ცომი გადმოვიტანე დაფაზე მოსაზელად. ფქვილის რაოდენობა გაითვალისწინეთ, დამოკიდებულია კვერცხების სიდიდეზე და ძალიან ბევრ რამეზეც. ამიტომ ფქვილი იმდენი შეაზილეთ, რამდენიც საჭიროა. უნდა მიიღოთ ჩვილი ცომი, რომელიც ხელებზე გეკრობათ. არ გაზეკოთ ფქვილით. უმჯობესია იყოს ცოტა თხელი, ვიდრე ფქვილით გაზეკილი. ფქვილი რო უკვე შეიზილება, დავიწყოთ ზეთის დამატებაც. ვასხამთ ცომზე
და შევაზილოთ 150 მl ზეთიც. საბოლოოდ უნდა მივიღოთ აი ესეთი ჩვილი ცომი, ამოვაგუნდავებ და ჩავდებ თასში, რომელსაც მოусვი ცოტა ზეთი. დავაფაროთ და დავდგამ 30 წუთი თბილ ადგილას. მერე შევდგავ მაცივარში, მივკეტავ კარებს და დილამდე დავივიწყებ. ქიშმიში ან გვიანღამე მოამზადეთ, ან შეგიძლიათ დილითაც მოამზადოთ. 200 გრამ ქიშმიშს დავასხი ცხელი წყალი, კარგად გავრეცხე, გავაშრე, დავამატე 1 ფორთოხლის წვენი, დაახლოებით 50 მl იქნება. მე ვამატებ 2 სუფრის კოვს კონიაკს, ეს აუცილებელი არ არის, თუ არ გინდათ, ნუ დაამატებთ. დავაფაროთ და დავტოვოთ. დილით გამოვიღე ცომი, აი ესე მშვენივრად არის აფუებული. გადმოვიტანე დაფაზე. ცომი ასე გავშალე და მოვაყარე ქიშმიში. ჩემი ქიშმიში არის ნესტიანი, ფორთოხლის წვენი რახანა აქვს და მოვაბნიე ცოტა ფქვილი. თუ ქიშმიში მშრალია, ფქვილი არ უნდა. ცომი მოვზილოთ, რომ ქიშმიში თანაბრად გადანაწილდეს ყველგან. ცომი ჯერ გავყავი 2 ნაწილად, მერე თითო ნახევარი გავყავი 3-3 ნაწილად. სულ 6 გუნდა ამოვაგუნდავე და თითო არის დაახლოებით 500 გრამი. ცომის გუნდები კარგად უნდა ამოვაგუნდავოთ, ბურთის ფორმა უნდა მივცეთ. ფორმებს წავუსვამ ცოტა ზეთს და ჩავდებ გუნდებს ფორმაში. აი ასე მოვამზადე 6-ვე ფორმა, ამათ უნდა დავაფაროთ და დავტოვოთ, რომ გაორმაგდნენ. უმჯობესია დავდგათ თბილად, გრილად ამოსული ცომი ფორმებშიც ამოსვლას ცოტას აგვიანებს. აი ესე ამოფუვდნენ, თითქმის შეავსეს ფორმები, ზევიდან წავუსვამ კვერცხის გულის და რძის გათქვეფილ მასას. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე 40 წუთი. აუცილებლად ყურადღებით იყავით, ჩხირზე გასინჯეთ შიგნით როგორ არის გამომშრალი. თუ თავები ეწვება, ალუმინის ქაღალდი გადააფარეთ. საცხობსაც შეგიძლიათ ქვეშ ალუმინის ქაღალდი დააფაროთ, რომ ძირები ზედმეტად არ შეწითლდეს. მე გამოვაცხე ზედა ქვედა წვით. აი გამოგვივიდა აი ასეთი საოცარი პასკები, ესენი უნდა გადმოვიტანოთ, უმჯობესია სეტკაზე დავდოთ და ისე გავაციოთ. უკვე რომ კარგად გაცივდება, ამოვიღოთ ფორმებიდან. გამოდის აი ასეთი საოცარი პასკები, დავჭრათ ესენი და დავაგემოვნოთ. ნახეთ როგორებია, არის ძალიან კარგი პასკები გამოდის. ეს რეცეპტი გადაინახეთ, ვიდეოც მოიწონეთ, გააზიარეთ და აუცილებლად გამოაცხეთ, არ დარჩეთ ამ პასკის გარეშე ამ აღდგომებზე. ჩვენ კი დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.